მოგესალმებით, საყვარელო მაყურებლებო და არხის სტუმრებო, გამომწერებო. ახლა გავაკეთოთ გაშლა. რას გატყუებთ? შევცვალოთ თაფლს არ გატყუებთ. ვარიანტი გვექნება ორი. პირველი, მეორე ვარიანტი. ჩაიგდეთ, ვინც ვერ ასწრებთ, დააპაუზეთ, შვიდეთ, რომელი არკანის მიგიზიდოთ, იქით წეთით. დავიწყოთ პირველი ვარიანტი. ნახეთ რა ენერგიებში ხართ. თქვენ ხა იდუმალ ენერგიებში ხართ. თქვენ გონიათ, რომ რაღაცა თქვენთვის დაფარულია. ქურუმიქალი, ხობუნებრივია რაღაც უყურებთ გაშლას რას გიმალავთ, ესე იგი გონიათ, რომ რაღაცა თქვენგან დაფარულია. თქვენ ხართ ახლა ესეთ რაღაცა ფარულ ენერგიებში, თითქოს არ გიდათ არავისთან კონტაქტი, დაკავებული ხართ უფრო თვით შემეცნებით. ან შეიძლება ვარიანტი იყოს ძალიან ბევრ თქვენთანგანს რაღაცა მაგიური ძალები გაგაჩნია, თქვენ ფიქრს ძალიან დიდი ძალა აქვს, ძალიან ღრმა ინტუიცია გაქვთ და ასე შემდეგ. კიდევ რა ენერგიებში ხართ? რომანტიკულ ენერგიებში ხართ. შეიძლება ხან მიწერ-მოწერა გქონდეთ, სასიამოვნო ვიღაცა. დეპრესია გაქვთ, სასიამოვნო არა. არა, ემოციებით ხართ ახსავსე, მაპატიეთ. რაღაც ტრანსფორმაცია განიცადეთ. დღეს მოკლედ ყველა გაშლაში ტრანსფორმაცია გვაქვს. თითქოს რაღაცა მოკვდა თქვენში. თავს ღატაკად გწვდით. არ გულისხმობ ფინანსურად, შინაგანად გამოცლილი ხართ, უენერგიოთ ხართ. გადავიდეთ ახლა ჩვენს კითხვაზე. რას გიმალავთ? იმპერატორი. მართლა იმპერატორია? მიდის იმპერატორობიდან. იყო ეს ადამიანი თქვენ ხელში იმპერატორი, ნახეთ, მაგრამ წავიდა ესეთი არ ვიცი როგორ არის ეს სიტყვა ქართულად, მაპატიეთ ან დამიწერეთ კომენტარებში. სულიერი ჟმოტი მეწვრილმანე რაღაცას თავისასრო ებღაუჭება. თავისთავად ძალიან წარმოდგენა აქვს. ვარსკვლავით. თუცა ეს სიტუაცია უყურეთ. რას გიმალავთ? ამ ადამიანს ვიღაცასთან კონტაქტი აქვს, ზარები, SMS-ები. რასთან დაკავშირებით? მაგრამ მამაკაცები სულ მან ვიღაცასთან კონფლიქტი შეიძლება გქონდეს მამაკაცთან. ამას გიმალავთ ქალის გამო. ქალმა რაღაცა შეზღუდვებში ჩააყენა, ვინ არის ეს ქალი? ვიღაცა ახალი. ის გამოც უმოქმედობაში ახლა თქვენ მიმართ. რა ურთიერთობა აქვს ამ ქალთან? შეიძლება არაფერი, ოცნებები, ილუზიები. კარგით, მაშინ თქვენ მიხართ მისთვის. თქვენ შანსი ხართ, თქვენ ღირებული ხართ. თქვენთან დიდი გრძნობები აქვთ, ნახეთ. თასების ტუზი და პენტაკლების ტუზი. თქვენ შეიძლება პენტაკლების დედოფალი იყოთ, მიწისტიქი. რა უნდა თქვენგან? გული აქვს გატეხილი, უნდა რომ თქვენ გული გაგიტეხოთ? ეშმაკი არასვენებს ამ ადამიანს. კარგი, თქვენ რა უნდათ? ურთიერთობის გაწყვეტა ან რაღაც საქმის გარჩევა. ან სერიოზული ლაპარაკი, რაღაც სხვა ეტაპზე გადასვლა. მიხართ მისთვის. გრძნობები აქვს თქვენს მიმართ. ყველაფერს მიუხედავად. არ ვიცი, ესეთი ცოტა გაუგებარი
პირველი ვარიანტი გამოგვივიდა და გადავიდეთ მეორეზე. ნახოთ აქ რა ხდება რა ენერგიებში ხართ შეყვარებული ხართ აქ. რაღაცა ისეთ ახალ შექმნილ წყვილს გავს თითქოს. სამყარო. შეიძლება მანძილზე იყოს ეს ადამიანი თქვენგან, შეიძლება სხვა ქვეყანა იყოს. შესაძლოა დაქორწინებულ მამაკაცს უყურებდეთ. ან თქვენივე მეუღლეზე, მაგრამ უფრო არა. აქ სამკუთხედს ვხედავ. აქ თქვენ არათავისუფალ მამაკაცს უყურებთ. ან თუ ბიჭები უყურებთ, არათავისუფალ კალბატონს. კიდევ ემოციები. აქ შეიძლება ოთხკუთხედიც იყოს, შეიძლება თქვენს კალბეთ სხვა ვიღაც და იმასაც. ნახოთ, რას გიმალავთ. გიმალავთ, რომ ერთი ზუსტ. ანუ თქვენ გაჩვენებთ, რომ არც გადაგება არ შეუძლია. რას ეხება ეგ არ ვიცი რა სფეროა. რაღაცა სფეროში თქვენ შეიძლება მის დახმარება გჭირდებოდეთ, შეიძლება რაღაცა მისგან რაღაცა ქმედებებს ელოდებოდეთ. ამას გიმალავთ, რომ ძალიან კარგად ყველაფერი შეუძლია, ყველგან წასვლა, ყველგან მოსვლა, ყველგან გადაგებულად არ უნდა. აქვს ის რაც ჭირდება, იღებს იმას თქვენგან რაც ჭირდება და არის თავისთვის მშვიდად. ეგოისტი ადამიანი. თუ რაღაცა თხოვნით მიმართეთ, ან თუ რაღაცა ულტიმატუმი წაუყენეთ და ამბობს ან ისეთ ფონს ქმნის, რომ არ შეუძლია ამ ეტაპზე, ყველაფერი ძალიან კარგად შეუძლია. აი ამას გიმალავთ, კიდე რას გიმალავთ? თავის ოცნებებს გიმალავთ. გეგმებში შესაძლოა წასვლა შეიძლება ქონდეს ამ ადამიანს, გადასვლა შეიძლება სხვა ქვეყანაში, ან სამსახურის შეცვლა, ან საცხოვრებლის შეცვლა, ამას გიმალავთ. კიდე რას გიმალავთ? რაღაცა დამოკიდებულებებში რას ეხება ეს? საკანდა სიკვდილი. რაღაცა მოკვდა მასში. სიძლიერე. თითქოს მოსუსტებულია ახლა ეს ადამიანი ძალიან. კარგი თქვენ მიხართ მისთვის დღესდღეობით. ბრძენი ადამიანი ხართ. რომაც რაღაცა დაანგრია. სიყვარული დაანგრიეთ თქვენ, ურთიერთობა დაანგრიეთ. აღარ ხართ აქტიური სექსუალური მის მიმართ. რეალურად თქვენგან. სუბუქი დროის გატარება. კიდე სულ ურთიერთობა აქვს. კარგი, რა იქნება? რა იქნება თქვენ შორის? წარსული სცენარი განმეორდება. იმედგაცრუებები. მეორდება. ისე როგორც წარსულში ადამიანი იცავს თავის საზღვრებს, ბოლომდე თავის სამყაროში თითქოს არ გიშვებთ და რაღაცა ბუტია, რაღაცა ქაურ ენერგიებშია. ნახეთ, როგორი არკანები. დიდი ცვლილებები გექნება თქვენ ურთიერთობაში, ეს ნახავთ გამარჯვებული თუ ის. იმას უნდა რაღაცა მოგატყუოთ, მაგრამ ფეხი არ ჩაუვა. ნახეთ. ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც უყურეთ. პირადი გაშლებისთვის მომართეთ აღწერაში მითითებულ ნომერზე WhatsApp-ის საშუალებით. კომენტარებში დაიწერეთ, ვისთან როგორ რეზონირდა და რა თემებზე გსურთ გაშლების ნახვა. ძალიან დიდი მადლობა ყველას.